საქართველოს სისტემურად არ უჭერდა მხარს უკრაინის მხარდამჭერ საერთაშორისო ინიციატივებს. როგორ არ ცხვენიათ. გვერდზე რო გადავდოთ, რა ჰუმანიტარული დახმარება გვაქვს გაწეული. გვერდზე რო გადავდოთ და ერთი მადლიერების ნიშანი რო არ წამოსულა უკრაინის დღევანდელი ხელისუფლებიდან, რომ 30,000-მდე უკრაინელი შევიფარეთ. სოციალური დახმარებები დაუნიშნეთ, ბავშვებს სასწავლებლები გაუხსენეთ. გვერდზე გადავდოთ. 1000-მდე რეზოლუციას ვართ მიერთებულები. ყველა განცხადებაზე მიერთებულები ვართ. მიერთებულები ვართ, სადაც 10-ობით ქვეყანა თავს იკავებდა, იმიტომ რომ არ უნდოდა დაპირისპირება რუსეთთან. აბსოლუტურად ყველა დოკუმენტზე, რაც საერთაშორისო დოკუმენტი იყო, მათ შორის რეიკიავიკის დეკლარაცია, რომელიც ითხოვს, რომ რეესტრი გაკეთდეს, რა ზარალი მიაყენა რუსეთმა უკრაინას და აუნაზღაუროს. მათ შორის ჰააგის ტრიბუნალმა რო უნდა შეისწავლოს ომის დანაშაულები და ასე შემდეგ. ესეც არის სიცრუე, ესეც არის ტყუილი. შემდეგი, უკრაინა გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ საქართველო არ უწევს სანქციებს რუსეთის ფედერაციას. ჯერ ვისი რა საქმე არის, ვინ გამოხატავს შეშფოთებას და რა შუაში არის ეს გაფართოების ანგარიშთა. მეორე, სანქციებზე უკრაინა კი არ გამოხატავს შეშფოთებას, მხოლოდ ევრობიუროკრატები გამოხატავს შეშფოთებას, ეს თავიანთ რეზოლუციაში ასახეს. ერთი წუთი გვერდზე გადავდოთ, მე ბრალდებებს ვპასუხობ ახლა ჩვენი საზოგადოებისთვის. სანქციების დაწესება ზუსტად ამ ევრობიუროკრატებს უნდათ. ომში ჩართვას ისინი გთხოვდნენ დახურულ კარს მიღმა. კაი, ეს ვერ მჟღავნდება, ხო, საზოგადოების რაღაცა ნაწილს ჯერა, რაღაცას არ ჯერა. ღიად ხომ მოგვიწოდებდნენ სანქციების დაწესებას? არა, არ მოგვიწოდებდითო და რეზოლუციაში ხო ჩაგვიწერეს, რომ სანქციები დაუწესეთ რუსეთს, მოლდოვას რატო არ ჩაუწერეს, ან რატო არ მოთხოვეს, ხომ? ანუ სანქციების დაწესებაზე საყვედურობენ ჩვენ, მოლდოვას რატო არ საყვედურობენ? ჩვენი ეკონომიკის დანგრევაზე, როდესაც ჩვენ ევროკავშირის ხოლგა არ გვიცავს და ვინ აანაზღაურებს იმ ზარალს, რომ -14%-ში წავიდეს საქართველოს ეკონომიკა, ხო?